სტუმარია საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი. მოგესალმებით ბატონ პაატა და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა. ბატონ პაატა, მაინც უფრო ზოგადი თემით დავიწყოთ ზოგადი მონაცემით 6%-იანი ზრდა 10 წლის განმავლობაში. ეს რამ განაპირობა, რითია განპირობებული, მიგრაციას უკავშირდება თუ რაღაც ბუნებრივ მატებასთან გვაქვს საქმე? დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დიახ, გუშინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითადი შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3.929.591 ადამიანი შეადგინა, რაც წინა 2014 წელს ჩატარებულ აღწერასთან შედარებით 5.8%-ით მეტია. 62.5% ქალაქ დასახლებაში ცხოვრობს, გაიზარდა ურბანიზაციის დონე, თუ კი 2014 წლის აღწერისას ქალაქ დასახლებებში ცხოვრობდა მოსახლეობის 57%, 5%-ული პუნქტით და მეტით არის გაზრდილი ქალაქებში მცხოვრებთა რაოდენობა და იმავდროულად სოფლად მცირდება მოსახლეობა, მცირდება 7.4%-ით, 117,000 კაცით შემცირდა წინა აღწერასთან შედარებით მონაცემები. და შეადგინა 1.074.000 ადამიანი. ანუ ზრდა, მოდით ვისაუბროთ ასევე მოქალაქეობასთან დაკავშირებით, რომ დავაკავშირო ზრდა. დიახ, აი რამ გამოიწვია? შესაძლებელია რომ ეს იყოს მაგალითად უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული. მიზეზები რო ავხსნათ. დიახ, თუ კი 2014 წლის აღწერის დროს ჩვენ უცხო ქვეყნის მოქალაქე გვყავდა 22,000 ადამიანი, უკვე 2024 წლის აღწერამ 134,000 ადამიანის დაფიქსირება შეძლო უცხო ქვეყნის მოქალაქის. გაზრდილია თითქმის 6-ჯერ და რა თქმა უნდა ამ ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობის ზრდას, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვით გაზრდილია 91,000 წინა აღწერასთან შედარებით და შეადგინა 3.775,000 ადამიანი და ეს არის ძირითადი ორი კომპონენტი, რომლისგანაც მივიღეთ ეს 6%. 216,000 კაციანი ზრდა. მოდით ასევე ვთქვათ, რეგიონულ ჭრილში რა ხდება თუ დიახ, აი ძალიან საინტერესო თემა არის. ასევე მინდა რომ გკითხოთ 7.4%-იანი შემცირება სოფლად მცხოვრები ადამიანების მიმართულებით და ასევე 16%-იანი ზრდა ქალაქებში. გვაქვს თუ არა დაცლილი სოფლების რაოდენობის ზრდასთან საქმე? ვიცით რომ დაახლოებით 200 სოფელია დაცლილი სტატუსის მქონე. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი, ეს არის ძალიან ცუდი ჩვენებელი თუ უბრალოდ მეთოდოლოგიასთან გვაქვს საქმე და რეალურად იქ ადამიანებს გარკვეული ბმა მაინც აქვთ ამ სოფლებთან. ანუ აღწერის მეთოდოლოგიის მიხედვით ჩვენ ვითვლით მუდმივ მაცხოვრებლებს და არა რეგისტრირებულ მონაცემებს. ანუ 12-ზე მცხოვრები, 12-ზე მეტხანს მცხოვრები ადამიანების რაოდენობას ვითვლით თითოეული დასახლების მიხედვით. 200 სოფელი აღმოჩნდა, ისეთი სოფელი, რომელშიც ადამიანები 12-ზე მეტხანს არ ცხოვრობენ და მათი რაოდენობა არის 0. თუმცა თუ კი შევხედავთ წინა აღწერას, 2014 წლის აღწერის დროს 223 სოფელი გქონდა მოსახლეობის გარეშე. პირიქით შემცირდა დადებითი დინამიკა გაქვს. ეხლა თუ კი 2014 წლის დროს 223 სოფელი იყო დაცლილი, უკვე 2024 წლის აღწერის დროს აღმოჩნდა შემცირება დასახლებებში, ანუ 200 სოფელი არის, 23 სოფელი, მოდი ვთქვათ, რომ აღდგა და ცხოვრობს იქ მოსახლეობა. ამიტომ პირიქით დადებითი დინამიკა შეინიშნება და პლუს უნდა აღვნიშნო, რომ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, კავკასიონის ქედზე მყოფ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 29%-ით არის მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილი. ლენტეხის მუნიციპალიტეტში 17%-ით არის მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილი. მესტიის მუნიციპალიტეტში არის 9%-იანი ზრდა. ანუ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დადებითი დინამიკა. კლება სად არის ბატონო? კლება არის მნიშვნელოვანი აჭარის მაღალმთიანეთში, 30%-იანი კლება არის მაგალითად ხულოს მუნიციპალიტეტში, 26%-იანი შუახევის, თუმცა უნდა ვთქვათ ისაც, რომ მიუხედავად კლებისა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოსახლეობის რაოდენობა 20.7%-ით გაიზარდა ბათუმის ხარჯზე. ბათუმის მოსახლეობა აღწერთა შორის პერიოდში გაიზარდა 54%-ით. 2014-ში იყო 153,000 ადამიანი ცხოვრობდა, უკვე 2024 წელს
236,000 ადამიანს გადააჭარბა მოსახლეობის რაოდენობამ და ეთყობა, რომ მაღალმთიანი აჭარის დაცლის მიზეზი ქალაქ ბათუმში ცხოვრების უპირატესობაა. აი, რადგან ქალაქებს შევეხეთ, წინა აღწერისგან განსხვავებით, აი, რომელ ქალაქებში გვაქვს განსხვავებული, მაგალითად, განსხვავებული ტენდენციები. თქვა, წინა აღწერების დროს კლება ფიქსირდებოდა, ან მატება და ეხლა შეიცვალა ეს. ანუ ზოგადად თბილისი ალბათ ისევ იზრდება. 1,330,000 ადამიანით ლიდერობს ზოგადად, მოდი თქვა 223,000 ადამიანით არის წინა აღწერასთან გაზრდილი, 20% არის თბილისი გაზრდილი, მაგრამ ამასთან ერთად არის 4 დიდი ქალაქი გაზრდილი, ქალაქი ბათუმი, როგორც თქვით, 54%-იანი მატებაა, ქალაქი ქუთაისია გაზრდილი და ასევე ქალაქი რუსთავი 7,000 ადამიანი. ანუ ქალაქებში წინა აღწერების დროს კლება იყო ამ ქალაქებში. წინა აღწერების დროს ბათუმის გარდა კლება იყო ყველა ქალაქში, გარდა თბილისისა, რა თქმა უნდა, თბილისიც დიდი საქალაქო აგლომერაციაა და მოსახლეობა იყრის თავს აქ. ანუ დიდ ქალაქებში, ზოგადად ქალაქ დასახლებებში გვაქვს 322,000 კაციანი ზრდა. ნამდვილად სოფლად გვაქვს, რა თქმა უნდა, შემცირება. ასევე რადგან ეს რაოდენობებზე ვსაუბრობთ, ბატონ პატა, გაჩნდა ესეთი კითხვაც, რომ არის განსხვავება დემოგრაფიული აღწერის შედეგებსა და ამ საბოლოო აღწერის შედეგებს შორის და ეს სხვაობა არც ისეთი პატარა არის, 200,000-ზე მეტ სხვაობას აჩვენებს. ეს რამ გამოიწვია? მეთოდოლოგიასთან არის კავშირში, პერიოდთან არის კავშირში თუ რასთან გვაქვს საქმე? ანუ ზოგადად დემოგრაფიულ აღრიცხვასა და ანუ ჩვენ ვიცით რომ აღწერათა შორის პერიოდში ყოველწლიურად საქსტატი მოსახლეობის რაოდენობას ანახლებს, ანგარიშობს და ეს ეფუძნება მიმდინარე დემოგრაფიულ აღრიცხვას. რომლის კომპონენტი ასე დაბადება გარდაცვალებასთან ერთად არის მიგრაციული ნაკადების შეფასება, რომელიც საზღვრის კვეთის მონაცემებიდან მიიღება. ანუ ჩვენ გვაქვს მეთოდოლოგიური განსხვავება. აღწერის, ასე ვთქვათ, მუდმივი მოსახლეობის კრიტერიუმი განსხვავდება მიგრანტის შეფასების კრიტერიუმისაგან. თუკი მიგრანტის იდენტიფიცირება ხდება 6 თვისა და მეტი ხნის განმავლობაში, ესე იგი თუკი მიგრანტი საქართველოსდან გასულია 6 თვეზე მეტ ხანს, ის ითვლება რომ არის ემიგრანტი, ან თუ შემოსულია და ქვეყანაში ცხოვრობს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ის არის იმიგრანტი. აღწერაში გვაქვს აღებული 12 თვიანი კრიტერიუმი. ანუ მუდმივ მოსახლედ ვთვლით ადამიანს, რომელიც 12 თვეზე მეტ ხანს ცხოვრობს ქვეყანაში. ეს განსხვავება მეთოდოლოგიური ქმნის, რა თქმა უნდა, ამ სხვაობას. ამასთან ერთად უნდა ვთქვათ, ამ ხელოვნდა, ან მეთოდოლოგია უშვებს, რომ სხვაობა იყოს ამ ხელა. რა თქმა უნდა, ამიტომაც ხდება, ამიტომაც, ცდომილება არ არის, ანუ ეს არის სხვაობა, მასაც აქვს საერთაშორისო რეკომენდაცია, რომ გამოვიყენოთ 6 თვიანი კრიტერიუმი და აღწერას თავისი საერთაშორისო რეკომენდაცია აქვს და აქ უნდა გამოვიყენოთ 12 თვიანი კრიტერიუმი. შესაბამისად, ამიტომაც არის, რომ აღწერები რო ტარდება, ახლდება უკან ის 10 წლიანი პერიოდის უკვე გამოქვეყნებული მონაცემები, რასაც საქსტატი აპირებს რამოდენიმე თვეში საზოგადოებას წარუდგენს განახლებულ მონაცემებს 2015-2023 წლებში როგორი იყო მოსახლეობის რაოდენობის მწკრივი, დინამიური მწკრივი. რადგან დროში ვართ შეზღუდული და თემა და მიმართულება ბევრი, აუცილებლად მინდა მოვასწრო, დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს აინტერესებს ეს ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ რა მიგნებები აჩვენა ამ აღწერამ. დაბერების ტენდენცია გვაქვს, ახალგაზრდავების ტენდენცია გვაქვს თუ როგორ მივდივართ? დიახ, უნიკალური წყარო არის აღწერა ზოგადად ჩვენ ვიღებთ თითოეული მუნიციპალიტეტის დასახლების მიხედვით მოსახლეობის სქესობრივ ასაკობრივ შემადგენლობას უნდა ვთქვათ, რომ ქალები ჭარბობენ მამაკაცებს 52% მოსახლეობის არის ქალები, 48% მამაკაცები. ესეც ტრადიციულად ესე არის, ხო ჩვენთან? კი ბატონო, არა მარტო ჩვენთან, განვითარებულ ქვეყნებში ყველგან ესე არის. ქალების რაოდენობა, სიცოცხლის მოსავალნელი ხანგრძლივობა ქალებში უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებს და შესაბამისად ეს სხვაობა იწვევს განსხვავებას. ანუ თუკი შევხედავთ ჩვენ ასაკობრივ ჯგუფებს 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა რაოდენობა გაზრდილი არის
3% პუნქტი და 17.6 პუნქტს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ დაბერებისკენ მივდივართ, თუმცა ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ 0.14 წლის მოსახლეობაში, ახალგაზრდა მოსახლეობაშიც მატება გვაქვს და 1% პუნქტით არის მატება წინა აღწერასთან შედარებით. შუაში რა ხდება? შუაში გვაქვს კლება მოსახლეობის, თუ კი იყო 67%, 15-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობა, ამ აღწერამ ანახა, რომ დაახლოებით 62% არის ამ კატეგორიის მოსახლეობა და შემცირება არის ამ 15-დან 64 წლის ასაკის მოსახლეობაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ პატა, დროის სიმცირის გამო უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ ალბათ ეს თემები მუდმივად იქნება აქტუალური და ჩვენ არაერთხელ შეიძლება მთლიანად აღწერის შედეგებს არა, მაგრამ რაღაც კონკრეტულ მიმართულებებს პერიოდულად აუცილებლად დაუბრუნდებით. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ ჩვენი სტუმარი იყო საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი.